მეგობრებო, ყოველ ენზიები განახოთ ახლა როგორ მდგომარეობაშია ყვავის გადარეული. ეს პირველი ყვავილობაა ამ წელს. კვირტები როდის გაიგეთა ხო დავდეს, მე მგონი აპრილის დასაწყისიდან. და ახლა არის ფინიში მათი ყვავილების. პირველად გაყვავდა ვარდისფერი. შარშან პირდაპირ ცისფერი გაყვავდა, შარშან წინ ვიყიდე ესენი და წელს გაყვავდა ჯერ ვარდისფერი, აი ესეთი ფერი, ახლა ცოტა კიდე ეტყობა. ვარდისფერი ფერი. და 2 დღეა რაც გადაცისფრდა და ჩამოყალიბდა ცისფრად. რო ვიყიდე ესენი ცისფერები იყო, მე ცისფერი მომწონს. ხალხი იძახის, რომ ჟავა უნდა იყოს ცისფერიო, მაგრამ ჩემებს არ სჭირდებათ. ჯერჯერობით. გასულ წელს იყო ცისფერი, შემდეგ გახდა ვარდისფერი, შემდეგ გახდა მწვანე და მერე გახდა შვინდისფერი. ეს ყველაფერი დაფიქსირებული მაქვს, მაგრამ წელს იყო მწვანე ფერის, აი ესეთი ჯერ მოუმწიფებელი ყვავილები, შემდეგ გაყვავდა ცოტა გაეტყობა ვარდისფერი, ღია ვარდისფერი არ იყო, მალინისფერივით, აი. თითო-თითოხა დარჩა ყვავილი, აი. ოდნავ ეტყობა. და ძირითადად გახდა ახლა მთლად ცისფერდება. კიდევაც ყვავის, შარშან რადგან ესენი უკვე მქონდა, მთელი გაზაფხულზე რო დაიწყო ყვავილობა. შარშან გაზაფხულზე იყო მხოლოდ 1 სეზონი გასული, რაც მქონდა და რო დაიწყო გაზაფხულზე ყვავილობა, არ იყო ესეთი ყვავილობა, როგორც წელს არის. მე მაღაზიის ყვავილობას ვაბრალებდი, მაგრამ ნახეთ ჩემთანაც როგორი კარგად გაყვავდა, ჯერ კიდევ უნდა გაყვავდნენ. და ახლა მთელი სიცივეებამდე სანამ სახლში შევიტანე, კიდე ქონდა ჟანგისფერი ყვავილები ბოლოს. სულ ყვაოდა რა მთელი ზაფხული და ამიტომ ეს ძალიან კარგი ყვავილია ამ თავისი ყვავილობის გამო. ერთადერთი რაც არ უნდა მოაკლოთ წყალია და მე ყინვაში შევიტანე, თუმცა მომწერა გოგონამ, რომ მე გარეთ მაქვსო, მაგრამ იქ რბილი ხავა, ხვის კენ ცხოვრობს დასავლეთში და აქ არ ვიცი, მე მგონი თბილისშიც გასძლებს ეს ყინვაში გარეთ. ქოთანში უფრო იყინება ხოლმე საერთოდ ყვავილები, ვიდრე ღია ნიადაგში. თუ ესენი ესე ძალიან გადიდა და გაიზარდა და გაბევრდა, მეც მომიწევს გადატანა ალბათ ღია გრუნტში, თორე საიდან მოუგროვო ამდენი ქოთნები და გადატანებში ვიქნები მაშინ სულ. აი ესეთი ამბავი აქვს ჩემ ხორტენზიებს, ვიყიდე ცისფერი და ჯერჯერობით არის მუდმივად ცისფერი. ყველა გაყვავილობაზე ვფიქრობდი, რომ თუ შეიცვლიდა ფერს და არ მომეწონებოდა, გაიქუცებოდა. თუმცა ვარდისფერის ძალიან ლამაზია და თეთრის მაღაზიაში რო იყიდება და მე ჩაუმატებდი, მაგრამ ლიმონჟავა მე ჯერ არ ჩამიმატებია. უბრალოდ რომ ერჩი ესევე როცა გადატანა აი ამ გავადიდე ქოთვანი. გადატანა რო დავაპირე, ცოტა მჟავე გრუნტი რო ეწერა ის ვიყიდე და უნივერსალურთან შევური ეგ იყო და როგორც ჩანს არის ეს მჟავე იმ დონემდე ეგ გრუნტი თვითონ მაღაზიის რო არაფრის შერევა არ სჭირდება, უნივერსალური უფრო მეტი აქვს და ცოტა აქვს ის მჟავე გრუნტი დამრჩა. ერთი რო ვიყიდე, იმიტომ რომ აღარ ჩაეტეოდა, როგორც მოხერხდა ჩასმა თავიდან რო ჩამეყარა მჟავე ბევრი ექნებოდა, მაგრამ ცოტა შეურიო ესე მითხრეს. დარჩა რა ბევრი ის მჟავე გრუნტი და ვინახავ როცა ხორტენზიებს გადავიდან, ჯერ ვაპირებდი ისე ვიყიდო სხვაც, მაგრამ ეხლა ძალიან რო გაიზარდა და გამრავლდა, ამას ბევრი ფართობი დასჭირდება და ამიტომ აღარ ვიყიდი, ეს მექნება. ყოველ შემთხვევაში სანამ ესეთი ციდა ნაკვეთი მაქვს მე სახლის წინ და თუ მექნება მე საშუალება, თუ მომცემს ამის საშუალებას ჩემი პირობები, ძალიან უხდება ესერი სახლს გარედანას და რადგან მუდმივად ითხრას ყვავის, შემიძლია მე მივამატო. სხვადასხვა ფერები თუ მოენდომება, მაგრამ მე ძირითადად ერთი ფერი მიყვარს ხოლმე ერთად. არ მიყვარს საჭრელებულები. და თუ ვიყიდე ალბათ ცალკე ვარდისფერებს დავრგავ ცალკე ამათ.
თუ დაიწყებს ეხლა ეს მე გაისად აღარ გაყვდება ცისფრად და გადაიქცევა სხვა ფერებად, ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ რაც მაქვს, ანუ წელს მეორედ გაყვავდა და პირველად გამოუშვა მალინისფერი ყვავილი, მაგრამ რაღაცა 2-3 დღეში უკვე ცისფერები ხდება. ჩამოყალიბებული ცისფერი, არც გარდამავალი და არც გაქუცული და არც ყოფილი ცისფერი ყვავილები როა ხოლმე ორქიდეა როა შეღებილი და მერე რო ხდება ხოლმე რაღაცნაირი ფერი, ეს თვითონ ყალიბდება ცისფერ ყვავილებად, ბუნებრივი ფერი ჩანს ამისი ცისფერი, იმიტომ რომ ამდენ ხანს გასძლო. აი ეს არის სულ, ჩემო მეგობრებო, ყვავილების მოყვარულო ადამიანებო, ჰორტენზია ვისაც გიყვართ. მეც რომელსაც არ მეყვარს ორქიდეების და ვარდების გარდა თითქოს ყვავილები ძალიან შემიყვარდა და მომწონს ეს ალამაზებს რო გაიხედა ვისია გავდღრიალებული თავისი დიდი ყვავილებით, ლამაზი ყვავილებით და ცოტა ამას იასამანის მსგავსი სუნი აქვს რაღაცა სურნელი, ძალიან ძლიერი არა, მაგრამ ნამდვილად აქვს, თუ სუნოაო ვერ ვიტყვი. არ ვიცი ახლა საიდან გაუჩნდა თითქოს იასამნის სუნს მაგონებს. ხო არ იასამნები ძალიან კარგი სუნი რო აქვს და რო არ ეტყობა რო სუნი აქვს, აი იმაზე მეტად ეტყობა ამას სუნი. ესეც გაყვავდება შემდეგ და ძალიან ბევრი ყვავილები აქვს ჩემს ჰორტენზიას. ჰორტენზიის ეს სუნარი რო ბევრი ყვავილები ქონდეს, სილამაზეს აძლევს ძალიან. ხო, ერთი უნდა აღვნიშნო, რომ შარშან მედგამე პირდაპირ მზეზე. და სულ პირველად მედგა ჩრდილში ვარ გაფუჭებულიყო, მერე დავდგე მზეზე, იმიტომ რომ ყვავილობა არ მომეწონა, მაგრამ ეხლა მზეზე რომ მედგა, გადავიტანე ჩრდილში, რადგან ეხლა წავიღებ ჩრდილში და დგავს ახლის გვერდზე, რადგან ჩამოჭკნა გუში. მორწყულიც იყო, მაგრამ ისე ჩამოჭკნა და ჩამოყარა ყვავილები, რომ ნამდვილად ის კაშკაშა მძე ვერ აიტანა. მერე მოვაფარე კედლის გვერდით და დავასხი წყალი და ისევ აი ესე გამოყოჩაღდა და აღარ დავდობ ეხლა ცუდ რატო ვაწვალო, დავდებ, აღარ დავდებ, დავდობ თქო უკაცრავად, აღარ დავდებ მზეზე ეხლა ჰორტენზიას. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.